დღეს მინდა გაგიზიარო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული მიგნება. ბლინები, რომელსაც ვამზადებ მდუღარე წყლით. ეს არის ყველაზე ბიუჯეტური რეცეპტი, რაც კი მიცდია. თანაც გამოდის ყოველთვის და არასოდეს დაგაღალატებს. დესერტებისთვის მე მათ არ ვიყენებ, რადგან ტკბილ ბლინებს რძის ცომი უფრო უხდება ჩემი აზრით. მაგრამ ხორცით, ყველით ან სხვა შიგთავსით შესავსებად ეს ბლინები იდეალურია და მათგან ძალიან გემრიელი აჩმის იმიტაციაც მზადდება. ერთი პორციიდან გამოდის დაახლოებით 30 ცალი სტანდარტული ზომის ბლინი. მოკლედ დავიწყოთ. პირველ რიგში კვერცხს დავამატე ცოტა შაქარი და მარილი და მსუბუქად გავთქვიფე. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აქ ქაფი და ზედმეტი ჰაერი არ მჭირდება, მხოლოდ ინგრედიენტების გაერთიანება. შემდეგ დავამატე წინასწარ გაცრილი ფქვილი და წყლის საერთო რაოდენობიდან ნახევარი ოთახის ტემპერატურის. ამ ეტაპზე მასა კარგად გავაერთიანე, მივიღე შედარებით გლუვი და ერთგვაროვანი ცომი. მხოლოდ ამის შემდეგ დავამატე დარჩენილი მდუღარე წყალი, წვრილ ნაკადად და მუდმივი მორევით. ეს ეტაპი მნიშვნელოვანია ცომის ელასტიურობისთვის. ბოლოს დავამატე ზეთი. აქ მინდა მოკლედ აღვნიშნო, რომ ზეთის თავიდანვე დამატება არ არის სასურველი, რადგან ის ფქვილის ნაწილაკებს გარს ეკვრის და ხელს უშლის გლუტენის სრულფასოვან განვითარებას. შედეგად ბლინი შეიძლება გამოვიდეს მკვრივი და დაკარგოს ელასტიურობა. მოკლედ ცომი უკვე მზად არის, თუმცა კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ახლა იწყება. ცომის დასვენება. სწორედ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად ზრდის ცომის ელასტიურობას. ამიტომ ცომს ვტოვებ ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით 20 წუთი. ასეთი გლუვი ერთგვაროვანი და პრიალა თხელი ცომი გამოდის. ახლა კი შევწვით ჩვეულებრივად კარგად გახურებულ ტაფაზე ერთი მხარე 15-20 წამი, მეორე მხარე შეიძლება რომ არ შეიწვას ამ ტიპის ბლინებისთვის, რადგან მათ როგორც წესი შეხვევის შემდეგ ვწვავთ, თუმცა მე-5 წამით მაინც მოუწვი მეორე მხარეც. ბლინები მზად არის, ახლა კი ვამზადებ ვითო მაჩმას. საცხო ფორმას წავუსვი გადამტნარი კარაქი და შემდეგ ფენა-ფენა მოვათავსე ბლინები და ყველი. ბოლო ფენა რა თქმა უნდა ბლინია. გადავუსვი კარაქი და შევდგი წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე ზედა ქვედა წვაზე, ჩემთან 30 წუთამდე დასჭირდა. კარგად რომ მობრაწულიყო, მართლაც უგემრიელესი გამოდის. მთელი გულით გირჩევ მოამზადო. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე. თუ მოგეწონა არ დაგავიწყდეს ჩემი გამოწერა.